ჯადოსნური სიზმარი. ყოველ დილით ირიჟრაჟებს თუ არა, ცარიელ ბნელ ოთახს ხატავს მოციმციმე 4 თვალი. იხატება ოთახი სხვადასხვა ფერებით, უფრო კი ვარდისფერი და ცისფერი ჭარბობს. ჩნდება 2 საოცარი ფორმის საწოლი, კარა და ლამაზი ჭაღი, საწოლებს შორის ბებოს სიყვარულით დამზადებული მაგიდა. ფანჯარას ისევ ამშვენებს ლამაზი ფერადი ფარდა, იატაკს ხალიჩა და ხალიჩაზე სწრაფად დასკუპებული 4 ფეხი. გაიღვიძეს ონავრებმა, ოჯახის სანუკვარმა ტყუპებმა, ჯერ ერთმანეთს სიყვარულით გახედეს, გაიღიმეს და დაიწყეს დილის რუტინა. ამ დროს დედას საბავშვო ოთახიდან ხმა შემოესმა, შევიდა ოთახში და ჩუბზე კოცნით მიესალმა თომას და თეკლას. ბავშვები დღეს საბავშვო ბაღში მიდიან და ზაფხულის შთაბეჭდილებებით სავსეებმა უნდა გაახარონ მასწავლებლები და მეგობრები. თეკლა და თომა ბებომ წაიყვანა ბაღში. როგორც მოსალოდნელი იყო, ბავშვებს ყველანი სიხარულით შეეგება, მასწავლებელმა გულში ჩაიკრა პატარები. მეგობრებმა მოიკითხეს ერთმანეთი და ბევრი ითამაშეს. შემდეგ მასწავლებელმა ნახევარწრეზე დასვა პატარები. თვითონ ცენტრში დაჯდა და დაიწყო ზღაპრის კითხვა. უიცრად თომამ ფანჯარასთან მოცურავე პატარა ღრუბელი დაინახა. თეკლას, რომელიც გვერდით ეჯდა, იდაყვის კვრით მიანიშნა ფანჯრისკენ. ტყუპების სახეზე ონავარი ღიმილი გაჯდა. ერთმანეთს თავი დაუკრეს და ფეხაკრებით გაიპარნენ. ღრუბელზე ჯერ თომა გადავიდა, მას თეკლა მიყვა და ორივენი მოხერხებულად მოკალგლდნენ ფუმფულა საბარძელში. ღრუბელი ადგილს მოსწყდა, აფრინდა მაღლა და მაღლა. ჩამოუქროლა საახლეებს, ხეებს, მაღალ კორპუსებს და ღრუბელთა ქარავანს შეუერთდა. ამის შემდეგ ტყუპებმა ღრუბლებზე ხტუნვა-ხტუნვითა და ტორტმანით გააგრძელეს გზა თეთრი სასახლისკენ, რომელიც ღრუბლებზე ტივტივებდა. მისვლისთანავე გაიწია სასახლის კარი და დიდ ტახტრევანზე დაბრძანებული მოღრუბლული თეთრწვერა დაინახეს ბავშვებმა. მათ ჯერ ძალიან შეეშინდათ, ერთმანეთს აეკვრნენ, მაგრამ უეცრად თეთრწვერამ გახსნა შუბლი, სახე გაებადრა, განათდა და დამაჯერებელი ხმით მიმართა ბავშვებს. სტუმრები ყოლია, მოდით ჩემთან პატარებო, ჩემი ელჩი ღრუბელი ტყუილად არ მოგიყვანდათ, რაღაც გაწუხებთ ალბათ, რაღაცაზე ოცნებობთ, რაღაც გტკივათ, მითხარით, იქნებ დაგეხმაროთ. გტკივა? მე ფეხი მტკივა, აი მოედანზე დავეცი და მუხლი გადავიტყავე. მუხლი მოიმარჯვა თომამ. მე კი თითი კარში მომყვა. მართალია მირჩება, მაგრამ ცოტა მაწუხებს, აწუწუნდა თეკლა. არა ჩემო პატარებო, ეს ტკივილი არა, სულ სხვა ტკივილის გამო ხართ აქ, აბა დაფიქრდით რაზე ოცნებობთ. მე დიდი ტრანსფორმერი მანქანა მინდა, რომელშიც ჩავჯდები, მერე მებრძოლად გადავიქცევი და ადამიანებს დავეხმარები. ისე გაიჭკიმა თომა, თითქოს ნამდვილი მებრძოლი იყო და საგმირო საქმეებით თავს იწონებდა. მე კი გრძელი თმები მინდა და ლამაზი კაბა, პრინცესა მინდა ვიყო, თქვა თეკლამ დატრიალდა და აკეკლუცდა. მოიცათ, რადგან თქვენი მთავარი წუხილი ვერ მოგაქვთ ჩემთან, აიღეთ ეს ჯადოსნური სარკე, ჩაიხედეთ შიგ და იქნებ მინიშნება სარკე მოგცეთ. ტყუპებმა სარკეში ჩაიხედეს და მამა ერთდროულად შესახეს, ატირდნენ და ჩაეხუტნენ ერთმანეთს. თეთრწვერა მიუახლოვდა პატარებს, მათთან დაეშვა ღრუბლებზე. ღრუბლის ფლითებით შეუმშალა ცრემლებით ბავშვებს და დაამშვიდა. სთხოვა გარკვევით ეთქვათ მათ ტკივილი. ჩემი მამიკო საზღვარგარეთაა, თქვა თეკლამ და კვლავ აქვითინდა. რომ გავიზრდები, დავეხმარები და არსად გავუშვებ მამას, ხშირად ჩამოდის ხოლმე, მაგრამ მაინც გვენატრება. სულ ჩვენთან გვინდა იყოს, ალოღლუღდა თომა. ამ დროს განათდა, გაკაშკაშდა. თომა, თეკლა, მოესმათ პატარებს შორეული ხმები. გაიღვიძეთ პატარებო, ნახეთ ვინ მოვიდა. 4 თვალმა გაანათა ბნელი და ცარიელი ოთახი. ჯერ კედლები მოიხატა, შემდეგ სათამაშო კუთხე, სამეცადინო კუთხე, დიდი ფანჯრებიდან ლამაზი პეიზაჟები.
იატაკზე კუბიკებად დაგებული ფილები, ოთახში ნახევარწრედ დამსხდარი ბავშვები, ღია კარი და კარში საოცნებო სურათი. 4 ფეხი ერთდროულად დახვდა იატაკზე და 2 წამი არ დასჭირდა ტყუპებს მამის ხელებში მოკალათებულიყვნენ. სინათლით გაჩახჩახებულ ოთახში მშობლები ჩურჩულებდნენ. თომა ტრანსფორმერ მანქანაზე თამაშობდა, თეკლა დიდ სარკესთან პრინცესულად ირწეოდა და ლამაზი კაპით თავს იწონებდა. ფანჯრიდან კი მოსჩანდა პატარა ღრუბელი, რომელიც მეზობელი სახლის სარკმლისკენ მიიჩქაროდა.